ვილიამსმა და ბარსელონამ 6 წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს. ამბობს ფაბრიციო რომანო, 3 წელი და არა 3 ბრძოლა. შესწორება მახაჩევის გეგმებზე. ლივერპულმა მეკარი აიაქსში გაანათხოვა. ვაცკე, ვირცის ტრანსფერი ნამდვილი სირცხვილია და სხვა მრავალი ინფორმაცია ამ ვიდეოში. ვილიამსმა და ბარსელონამ 6 წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს. ამბობს ფაბრიციო რომანო. ჟუან გარსიას ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ბარსელონა ნიკო ვილიამსის ტრანსფერზე გადაერთო. ესპანური მედიის ინფორმაციით კატალონიური კლუბის დელეგაცია დეკუს ხელმძღვანელობით იბიცაზე იმყოფებოდა, სადაც ამჟამად ბასკი ფეხბურთელი ისვენებს. დღეს კი ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანო ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. რაც წერს ფაბრიციო რომანო, ნიკო ვილიამსი და ბარსელონა 6 წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი 2031 წლის ივნისამდე იმოქმედებს. ნიკოს ხელფასი დაახლოებით 7-8 მილიონი ევრო იქნება. ამჟამად ბარსელონა ფინანსურ საკითხებს აგვარებს, რათა შემდეგ ბილბაოსთან მოლაპარაკებები დაასრულოს და ტრანსფერი გააოფიციალუროს. ცნობისთვის გუშინ ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა ზაფხულის პირველი ტრანსფერი. ჰანსი ფლიკის გუნდს სპანიოლის მეკარე ჟუან გარსია შეუერთდა. ბლაუგრანამ 24 წლის მეკარის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი 25 მილიონი ევრო გადაიხადა. გუშინვე ბარსელონას პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურებულია, რაც ერთ-ერთთან შეფარდებით პრინციპის ფარგლებში ტრანსფერების განხორციელების საშუალებას იძლევა. 3 წელი და არა 3 ბრძოლა. შესწორება მახაჩევის გეგმებზე. ისლამ მახაჩევის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ დაღესტნელი მებრძოლი UFC-ში სავარაუდოდ კიდევ 3 ბრძოლას გამართავს, რის შედეგადაც კარიერის დასრულებაზე სრული სერიოზულობით დაფიქრდება. რამდენად შეეფერება სიმართლეს მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება. ამის გადამოწმება ჟურნალისტებმა ისლამის მენეჯერთან ალი აბდელაზიზთან გადაწყვიტეს. მან ასეთი კომენტარი გააკეთა: არ ვიცი მენდესმა რატომ გააკეთა ასეთი შეფასება. უბრალოდ გეტყვით, რომ ისლამი ოქტაგონზე კიდევ 3 ბრძოლას კი არ ჩაატარებს, არამედ კიდევ 3 წლით დარჩება, რაც როგორც მინიმუმ 7 ბრძოლას მაინც ნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ მახაჩევი ფორმის პიკზე გადის და არაპირებს უარი თქვას კარიერის საუკეთესო წლებზე, რომლის დროსაც მას კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე ასვლა შეეძლება. ცნობისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ სუბუქიდან ქვესაშუალო წონაში ასული ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იქნება და ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაციით დაპირისპირება 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ლივერპულმა მეკარი აიაქსში გაანათხოვა. პრემიერ ლიგის მოქმედება ჩემპიონმა ლივერპულმა მეკარე ვიტეშლავ იაროში გაანათხოვა. 23 წლის ჩეხი ფეხბურთელი აიაქსში ითამაშებს. ჰოლანდიური კლუბის ინფორმაციით იაროში გუნდის პირველი ნომრი ითამაშებს. ვიტეშლავი ლივერპულის მთავარ გუნდში ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში გადაიყვანეს, თუმცა მთელ 2 სეზონის განმავლობაში მეკარე იჯარით თამაშობდა. კლუბში დებიუტი იაროს მხოლოდ ამ სეზონში ანე სლოტის ხელმძღვანელობით ჰქონდა. ჩეხმა გოლკიპერმა წითლების შემადგენლობაში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუშვა. ვაცკე, ვირცის ტრანსფერი ნამდვილი სირცხვილია. გერმანული სპორტული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით უახლოეს საათებში ფლორიან ვირცი ლივერპულში ჩავა და ინგლისის ჩემპიონთან ხანგრძლივადიან კონტრაქტს გააფორმებს. გაზაფხულიდან მოყოლებული სისტემატიურად ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ლევერკუზენის ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატების მთავარი კანდიდატი ბაიერნი იყო, თუმცა რეკორდმაისტერს მერსესაიდელებმა აჯობეს, რაც რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს დორტმუნდის გენერალურ დირექტორს ჰანს იოხიმ ვაცკეს ძალიან ეწყინა. რას ამბობს ვაცკე? ეს ნამდვილი სირცხვილია, განსაკუთრებით გერმანული ფეხბურთისთვის. ისეთი მოთამაშე როგორც ვირცია ბუნდესლიგას არ უნდა ტოვებდეს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ საერთოდ არ მეწყინებოდა თუ ის არჩევანს ბაიერნის სასარგებლოდ გააკეთებდა, რადგან ეს გერმანული ფეხბურთისთვის კარგი იქნებოდა. მერწმუნეთ, ჯამალ მუსიალასა და ფლორიან ვირცის ერთ გუნდში ასპარეზობა რეკორდმაისტერის გარდა გერმანიის ნაკრებსაც უდიდეს სარგებელს მოუტანდა. ცნობისთვის, ფლორიან ვირცის ლივერპულში გადასვლის შემთხვევაში ის გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება, რომელიც მერსესაიდურ გრანთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას რამდენიმე კვირაში დაიწყებს. მაშერანო, მესიმ პორტოსთან ტრაუმით ითამაშა, ეს სიგიჟე იყო. ინტერ მაიამის მთავარმაცვნელმა ხავიერ მაშერანომ პორტოსთან გამარჯვების 2-1 შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეო მესიმ შეხვედრა ტრაუმით ითამაშა. ლა პულგას კივილები ტურნირის პირველივე დღიდან აწუხებს, თუმცა მიუხედავად ამისა მოედანზე მაინც გადის. ლეო მესი ტრაუმის მიუხედავად თამაშობდა, 4 თავა კუნთის დაზიანება აქვს, რომელთაც მოედანზე გასვლა და სირბილი უბრალოდ სიგიჟეა. ეს ძალიან მტკივნეულია. მატჩამდე ლეოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გვაჩვენებს როგორ ვიბრძოლოთ. ის ჯერ კიდევ მშიერია და სურს თამაში გააგრძელოს. ბოლო წუთებში დაღლილი ფეხებზე ჩალურჯებების მიუხედავად ცდილობდა გუნდს ყველანაირად დახმარებოდა, შეტევაშიც და დაცვაშიც. შედეგის მიღწევაში ლეო გუნდს ბიძგს აძლევდა.
ვიცით რომ მისი ყოფნა უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის გვეხმარება თავისი დამოკიდებულებით, თავისი გამარჯვებული სულით, რომელიც გადამდებია. განაცხადა მაშერანო. ორი ტურის შემდეგ ინტერ მაიამი აჯგუფს 4 ქულით პალმეირასთან ერთად ლიდერობს. ბოლო ტურში მაშერანოს გუნდი სწორედ ბრაზილიურ კლუბს შეხვდება და მერვეთ ფინალში გასვლის კარგი შანსიც ექნება. კვარა აქტიური იყო და მომენტები შექმნა. პარის სენ-ჟერმენის სენსაციური მარცხი. ხვიჩაპა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. ატლეტიკოს განადგურების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოტაფოგოს დაუპირისპირდა და მატჩი ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა. 1-0. შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მომენტი კვარამ შექმნა. 24 წლის გარემარბმა კარგად ითამაშა და ბრაზილიელთა კარისკენ დაარტყა, მაგრამ ბოტაფოგოს მეკარე ჯონი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მე-6 წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაარტყა, ამჯერად არაზუსტად. ლუის ერიკეს ბიჭები უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობენ, მაგრამ 36 წუთზე გოლი გაუშვეს. იგორ ჟეზუსის დარტყმის შემდეგ ბურთი ვილიამ პაჩოს მოხვდა და ჟანლუიჯი დონარუმამ საკუთარი გუნდი ვერ გადაარჩინა. 1-0. მეორე ტაიმში პარის სენ-ჟერმენს დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბოტაფოგო თავს შესანიშნავად იცავდა. გონსალო რამოსმა კარგი მომენტი მიიღო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. 56 წუთზე ერიკემ 4 ხმაგი ცვლილება გამოიყენა და ერთ-ერთი ვინც მოედანზე შეიყვანა ბრედლი ბარკოლა იყო. ბარკოლას შესვლის შემდეგ კვარაცხელია ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გადავიდა 76 წუთზე. ბარკოლამ გაიტანა, მაგრამ ხვიჩა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და თავად ბრედლიც მცველებზე წინ იყო. საჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კვარაცხელიამ ჯარიმა დაარტყა და ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. ბოლო წუთზე კვარას მომენტი ჰქონდა, მაგრამ მცველებმა დაუბლოკეს და საბოლოოდ ბოტაფოგომ მინიმალური ანგარიშით მოიგო. ცნობისთვის ლუის ერიკეს გუნდს 3 ქულა დარჩა და ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში პარიზელთა მეტოქე სიეტლ საუნდერსია, რომელსაც 23 ივნისს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ასეთია დღევანდელი სპორტული ინფორმაცია. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერთ არხი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.